მოგესალმებით ძვირფასო დამწესაზე გადავება სტუმრებო ადამიანებო ჩემო ახლობლებო ყველას გეფერებით და გეხუთებით აქედან რამე თუ მინდა დღეს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მობრძანდით ცერემონიალზე რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ამ ქვეყანაში ეს არის ლიტერატურული კონკურსი როგორც იცით წებო როგორ გითხრათ გინდა წებო უნდა წებო გინდა ყანჩა ცოტა დარჩა გინდა ნანა აღარ წავა ვინა ნანა თანთანაა როგორ გგნებავთ არ არის პრობლემა დიდი მადლობა ყველა მობრძანებისათვის ჩვენ დღეს შევხვდებით ამ ცერემონიალზე ძალიან ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას მოხცოვანს მოხუცს გარდაცვლის მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა დღეს იქნება საუკეთესო ცერემონიალი მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ჩვენი საუკეთესო პოეტები და მწერლები ნომინაციას გამოვაცხადებ დავიწყებ პირველი ნომინაციით თქვენი მქუხარი აპლოდისმენტების ხარჯზე რა თქმა უნდა ნომინაცია ყველაზე პლასტიკური მოთხრობა გამარჯვებულია ლევან კუსტბელი ხო დაის ბატონო ლევან გილოცავთ პირველში აი ეს პრიზი თქვენ აი ეს თქვენ კიდევ ერთხელ მიულოცოთ მქუხარი აპლოდისმენტები ინდაწებო უნდა წებო დააწადებთ ზებისმიერ რაღაცას დააწევთ არ არის პრობლემა ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ აქედან ისე არავის არ უშვებთ თუ ერთ ნოველას არ წაგვიკითხავს ამიტომ თქვენგანაც ველით ერთ რა თქმა უნდა აი ჩემი საყვარელი პლასტიკური ლექსი ერთ-ერთ ყველაზე მათრობს შენი ზედა ტუჩი მათრობს შენი ქვედა ყბა მატრაკვეცა წამწამები უსაშველოდ ლურჯის ზღვა უსაშველოდ მათრობს მაწვიმს მატრაკვეცობს ვითომ რა საყვარელო მოდი ჩემთან არას გეტყვი მინდა ვთქვა მოდის ვითომ მე ხვეწება მოდის ვითომ მე რა არაფერი ჩემო ქალო მოდი ჩემთან მე არაჩვეულებრივია მართლაც ღირსი იყო ამ ჯილდოსი დიდი მადლობა პრიზი არ დარჩეთ კიდევ ერთხელ დაშით გავაცილოთ ლევან კუსტბელი ეს გახლავთ ლევან კუსტბელი ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს დაჯილდოების ცერემონიალს შემდეგი გამარჯვებული ჩვენი დაჯილდოების ცერემონიალზე ეს გახლავთ ნომინაცია სხარტი ჩანახატი თუ ნაკვესი თუ როგორც გნებავთ გამარჯვებული გახლავთ ნიკო გამოქვაბული დიდი მადლობა პირიქით თქვენ აი ეს საჩუქარი თქვენ დავაჯილდოთ კიდევ ტაშით ნუ დავიშურეთ ხალხო მქუხარი აპლოდისმენტები ძალიან ისინი მართლაც იცახურებენ ძალიან დიდი მადლობა და თქვენ როგორც დაპირების თანახმად გთხოვთ ყოველები დიახ გახდით გამარჯვებული პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას მოგახსენოთ რომ გამოიჩინეთ სიმპათია და აფასეთ ჩემი ყველაზე ესეთი ხალხი ნოველა რომელსაც ახლა წაგიკითხავთ ამ ჩემს ნოველას თვაშის როლზე აქვე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ბევრი კრიტიკის თვალით უყურებს ჩემს არა მარტო პროზას პოეზიასაც მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ ამ სტილის წერას ადრე თუ გვიან მაინც გამოუჩნდება ჩემ პოეზიას დამფასებელი და აქვე მინდა ლექსი წაგიკითხოთ რომელიც მე დავწერებ მე პეტერე ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნი აქანა დიდი მადლობა და აგრეთვე მე არ შემიძლია არ აღვნიშნო როდესაც აქ მოვდიოდი დაჯილდოებაზე მოვდიოდი ავტოსადგურო ოკრიბაში გაჩერდა ჩვენი ავტობუსი და იქ რო ჩამოვედი შემომესმა ხმა ისეთი ნაზი ხმა რომელსაც ალბათ ყველას გავიგონია მე ხაჭაპური რომ გამოსცემს ხაჭაპურის გაყიდვის დროს და მე არ შემეძლო ეს ფაქტი არ აღმეღნიშნა ჩემს პოეზიაში და ერთი პატარა ლექსი მიუძღვენი მე ამ ხალბატონს მიყვარს ჩემი იგოეთი შავშვები და წეროვანი
გადაკეცეთ და მიირთვით პონჩიკი და ფენოვანი. შენი ხმა როცა გავიგე უცებ მეგონე ბულბული იმხალა ნერწყვი გადამსდა კუჭმა დამიწყო ყურყული. აი ასეთი დიდი მადლობა. ნიკო გამოხატული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ბატონო ნიკო, ბატონო ნიკო, თუ როგორც გნებათ. მაშ ასე ვაგრძელებთ ჩვენ დაჯილდოების ცერემონიალს. შემდეგი ნომინაცია გახლავთ. ეს არის ნომინაცია მე მინდა ჯერ აღნიშნო რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ფართო მასები მოიცვა ავანგარდულმა პოეზიამ, რეაქტიულმა პოეზიამ და ასევე ეკონომიურმა პოეზიამ. ეს სულ ახალი ხილია ჩვენს ყოფაში და ამიტომ მე მინდა წარვადგინო ჩვენი ნომინაციის გამარჯვებული ეკონომიურ პოეზიაში. ეს არის თემურ ბიზანტიელი. ხოთ ბატონო თემურ. იქით ახალი ძალიან სასიამოვნოა გილოცავ აი ეს ჩვენ კიდევ ერთხელ ტაშის მივესალმოთ და რა თქმა უნდა როგორც ტრადიციულად დიდი მადლობა მე მინდა მოგითხროთ საერთოდ ამ ლექსის დაწერის ისტორია როცა მე ეს ლექსი დავწერე იყო გაქანებული ეკონომიკური კრიზისი და ამის გამო მე მომიხდა ლექსიდან ხმოვნების ამოღება მაშ ასე შემოგთავაზებთ ლექს ქრქრს Пателаба макарана карада хатарагасы хатаджерасы ракалада тахарасы садахара каракарасы ой чоловеко ხალხი ზაქის ბს არაჩლუბობარა იყოვო. გააგრძელეთ. მე ასევე თუ კიდევ გაქვს რამე? შემოგთავაზოთ ერთი ლექსი. ჩვენ სამწუხაროდ რო აღარ გრჩებოდა. უცებ დავამთავრებ. ეს არის საბავშვო ლექსი. დიდ დროს არ წაგართმევთ. წეროები მიფრინავენ. სად? შორს. რამდენი 6 1 2 3 4 5 6. მადლობა. და შეიძლება კიდევ ერთი ლექსი მაქვს. ეს არის პოემა, უცებ ვიტყვი. კი ბატონო გისმენთ. წეროები მიფრინავენ. სად? შორს რამდენი? 2500 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 დიდი მადლობა. 17 18 19 20 21 22 23 24 არაჩვეულებრივია და ტაშით გავუწია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო თემურ. 28 ვიბზადი. არაჩვეულებრივია. 29 დიახ. 30 31 32 დიახ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თემურ ბიზანტიას. დიახ. დიახ, არაჩვეულებრივია თემურ ბიზანტიელი. არაჩვეულებრივია. ჩაგიწყდეს ხმა და გაგაცინდეს ენა. შემიერებისთვის რა იყო შემიერება. ახვარში. ვაგრძელებთ ჩვენ ცერემონიალს და შემდეგი ნომინაცია მე არ შემიძლია რომ არ გამოვაცხადო. უნდა გამოვაცხადო სხვანაირად. გინდაწებო, უნდა წებო. ქართანდე და ხაერდები. შემდეგი ნომინაცია ეს არის საუკეთესო თარგმანი. დაჯილდოებულია ეს გახლავთ ვახტანგ კოელიო. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დიდი რო წარმატებები პირად და გვერდით ცხოვრებაში ნებისმიერ ასაკში. მე მინდა აღვნიშნო რომ ბატონი ვახტანგ კოელიო იმით გახდა დღევანდელი ცერემონიალის გამარჯვებული რომ მან თარგმანი გააკეთა ვეფხვის ტყაოსანის ინგლისურიდან ქართულ ენაზე. მისი ორიგინალობა აქ არის დაცული. მინდა გითხრათ რომ ვეფხვის ტყაოსანი ინგლისურიდან მან იმდენად ორიგინალად და ზუსტად გადათარგმნა, ფაქტიურად მიახლოვებულიც კი არა და თითქმის ზუსტია თარგმანი ქართული ამ არაჩვეულებრივი პოემისა. მე გილოცავთ კიდევ ერთხელ. უგმესი მადლობა. მართლაც
დიდი მადლობა სულ ყველას, დიდი მადლობა წაებავს, უნდა ვწებო. რა ვიცი, დიდი მადლობა დედაჩემს, რომ იდეა მომცა, რომ იდეა არის ამ წიგნის დედაჩემის. დიდი მადლობა ბიზაჩემს, რომ ეს წიგნი დაწერა. დიდი მადლობა მამიდაჩემს, რომ უთხრა, რომ მაგის სახელი დააწერეთო იმ წიგზეო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საერთოდ ყველას. იმიტომ რომ დიდი მადლობა ყველას. არაჩვეულებრივია. მე მინდა ბატონი ვახტანგ კოელიოს ერთი არაჩვეულებრივი რამ აღვნიშნო კიდევ. იგი თქვენ ასევე ჯილდოვდებით აი სპეციალური პრიზი. ნარნარა თუმანერის ეს გახლავთ კენიელი პოეტი და საზოგადო მოღვაწე წარმოშობით არის ისლანდიელი, ამჟამად ცხოვრობს კენიაში. ნარნარა თულანდი თუ სწორად ვკითხულობ, არ ვიცი, ეს იმისთვის რომ თქვენ გაიმარჯვოთ, ასევე მინდა გითხრათ, სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებისათვის. დიდი და მადლობა. ხო შეგვიძლია თქვენ ნოველიდან იმისმე. უკაცრავად ამას დავდებთ. ორი წუთით. არავინ აღლობს? სანაღლეს. რიყეზე ქვაც. არავინ? არავინ? რომ ეხერხება მხოლოდ სადრს ღმერთო შენ შემეძმიეთ სასიგი ძველი ამ ქვეყნის ჩემს გრძნობებს კლავ? დალაგდეს ფიქრის შთაგონება და ამ ყუდრების თავზე შემოდგომა წერტილი. საშეზგომია ჯანსაღი შავი ღრუბლები? ისევ წვიმს, წვრილ დაჟინებული გადაღრული არაფერს. ფეს. ეს გახავთ ვახტანგ კოელიო გავაცილოთ თუმცა აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. არაჩვეულებრივი ადამიანია მეგობარი. და ვაგრძელეთ ჩვენი დაჯილდოების ცერემონიალს. მე მინდა ეს გახლავთ დღევანდელი დაჯილდოების ბოლო დღევანდელი ცერემონიის ბოლო დაჯილდოება ეს გახლავთ ნომინაციაში წიგნთა შორის. გამარჯვებული გახლავთ გირგოლ გირგოლია. ხო. ეს ბლოტკილი ლუკდა თვითონ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე პრიზებისთვის არ წერ, რა თქმა უნდა, მე ვწერ ჩემი ხალხისთვის, ჩემი მეგობრებისთვის. ეს ყველას თქვენ გეძღვნებათ, ტრადიციას არ დავაღებთ. შემოქმედება, მადლობთ, თუ შეიძლება დავდებ მე აი აქ მოვათავსებ აი ამ უამრავ საგანდურს შორის ჩემს პრიზს. მე ჩემი წიგნით მოვედი, წავსდები თქვენს წინაშე. ძალიან დიდი მადლობა, მე ვღელავ. ეხლა არა, უბრალოდ მე საერთოდ ცხოვრებაში ყოველთვის ვღელავ და ეხლაც გამონაკლისი არ არის, ეხლაც ვღელავ. ესე იგი, ჩემი წიგნი ლექსთა კრებული, რომელიც მოგიძღვენით ყველას, ყველა თქვენთან გას მიუძღვენი მე ეს მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რომ წაიკითხეთ ჩემი წიგნი, ძალიან მოგეწონათ, დააფასეთ ჩემი შემოქმედება და აქვე მათთვის ვინც უბრალოდ ვერ მოასწრო ჯერჯერობით წაკითხვა წიგნის შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ეს ლექსთა კრებულია, რომელიც მე დავწერე უფრო ახალგაზრდებისათვის, ესე იგი წიგნზე რა შეიძლება ითქვას. ძალიან ადვილად იკითხება ეს ლექსები, შემეცნებითი ხასიათისა, არის სიყვარულზე, ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, რა თქმა უნდა და აი დიდ სიყვარულზე რაც ჩვენ შორის არსებობს. თავად წიგნსაც შეეხება გაფორმება, ეს არის ძველ სტილში მაქვს გადაწყვეტილი, არ გეგონოთ რომ ეს წიგნი ძველია, უბრალოდ სიძველე, სიბრძნე ასოცირდება ერთმანეთთან და მე ეს დატვირთვა მივეცი მხოლოდ ჩემს წიგნს შეგიძლიათ დააკვირდეთ, აი თუ შეიძლება დავაკვირდეთ აქეთ ეს ხარისხიანი წიგნი პოლიგრაფიულადაც შეგიძლიათ ნახოთ, აი არაფერი, აბსოლუტურად არავითარი დაზიანება შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ჩემი ლექსების კრებული და მე ისე ვერ წავალ აქედან რომ ერთი ლექსი არ წავუკითხო ჩემს მეგობრებს. ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რომელი ერთი ნუ უამრავია, ყველა ძალიან საყვარელია, მაგრამ მოდით მე აი ამ ჩემს პარადოქსები მძინავს და ძილი არ არის მღვიძავს, ზოგჯერ მძინავს მღვიძარეს. ვინ მემუქრება როგორც ალალი. ეს ძილღვიძილი ვინ გამიძარცვა. ფიქრობ და ფიქრი მოდის უსახო, მღერი და მგერაიცა, ხავილად. ისევე სიტყვი დაუდა ხალხა ჩიჩუე, ზიტამანა, მოდის და დაესწამდა, იარე, გამართაცვე, უსახო, ეს არის ის
კაცი თუდად არის დამეხმარეთ ვინმე თუდად არის კაცი დაწილადე დამეხმარეთ თუდად არის ვინმე მოგდადით ისტერიკაში ჩავარდა გაჩერდი ახლა ისტერიკაში ადამიანი მოგდადით დამეხმარეთ ვინმე გამოდი კაცო შენ რო დაგახარ მომეხმარე კაცი გამოდი კაცო მოდი მომაყარი ადამიანი ხო აკა ლაკაობა დიდი რა შეჩანისა 28 ახლა 10